უცხოეთიდან საქართველოში გრანტის მისაღებად მთავრობის თანხმობა სავალდებულო იქნება. ამისთვის კანონში ცვლილებები უკვე მომზადდა. ინიციატივა ქართულ ოცნებას ეკუთვნის. პროექტის მიხედვით მთავრობის მიერ გრანტის გაცემის თაობაზე თანხმობის განცხადებისთვის 10 დღიანი ვადა განისაზღვრება. გადაწყვეტილებების გასაჩივრება მის მოქმედებას არ გააჩერებს. ამავე პროექტით აკრძალული გრანტის გაცემის და მიღების მონიტორინგს ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს. აკრძალული გრანტის მიღება გრანტის მიმღების დაჯარიმებას გამოიწვევს აღნიშნული გრანტის ორმაგიოდენობით. პროექტი გამონაკლისებსაც ადგენს. კერძოდ, მთავრობის სავალდებულო თანხმობის წესი არ ვრცელდება საერთაშორისო სპორტული ასოციაციის, ფედერაციის და კომიტეტის მიერ გრანტის გაცემაზე. საქართველოს საზღვრებს გარეთ საშუალო და უმაღლესი განათლების მიღებისთვის და სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემულ ინდივიდუალურ სტიპენდიაზე, ასევე საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გრანტის მიღებაზე. კანონპროექტს საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით განიხილავს. ყველა ცვლილება საკანონმდებლო, რაც განსაკუთრებით არის შესული კანონმდებლობაში ბოლო 2 წლის განმავლობაში, ემსახურება ადამიანის უფლებების შეზღუდვებს, დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს და ეს სწორად არის აღქმული როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ამ ქვეყანაში არსებულ ხელისუფლებას ეშინია განსხვავებული აზრის, ეშინია კრიტიკული აზრის. რაღაცნაირად არ უნდა ქონდეს ივანიშვილის ბანდას ცხადი ხდება, რომ საქართველოში ბოლო ხანაში გადადის დიქტატურის დამყარება, არანაირი თანხები არ ემოძრავებს ივანიშვილის ნებართვის გარეშე საქართველოში, არც დასავლური, არც ქართული და მას აქვს სურვილი და არათუ სურვილი, არამედ მიზანი აქვს ეს და ყოველდღიურად ასრულებს ამ მიზანს, რომ ყველაფერი აბსოლუტურად როგორც ფინანსური, ეკონომიკური, პოლიტიკური კუთხით წყდებოდეს მხოლოდ ივანიშვილის გავლით საქართველოში. არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც იმიტომ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომ არ მოექცეს ხელისუფლების პოლიტიკური დღესდღეობის ქვეშ, თურმე თავისი დამფინანსებლისგან ფინანსური რესურსის მიღებისთვის, რომ დაეხმაროს საქართველოს მოქალაქეებს, უნდა მიიღოს თანხმობა. ეგრეთ წოდებული გონგოების, ანუ რეალურად არასამთავრობოების კი არა, ხელისუფლების მხრიდან მართული ვითომ არასამთავრობოების დაფინანსებისკენ მიმართავს ამ თანხებს. დონორი ორგანიზაცია იქნება უკვე ვალდებული, რომ სანამ რაიმე კონკრეტულ გრანტს გაცემს NGO ორგანიზაციაზე, ეგ ყველაფერი გაიაროს ჯერ მთავრობასთან და მთავრობას აუხსნას და დაუსაბუთოს, თუ რისთვის არის ეს გრანტი გამოყოფილი. რა თქმა უნდა, თუ მთავრობა დარწმუნდება იმაში, რომ ეს გრანტი ხმარდება კეთილსაქმეს, დაადებს თავის ვიზირებას, მოდი ესე ვთქვათ, ხოლო თუ ვერ დაადასტურა ამ დონორმა ორგანიზაციამ, რომ რაიმე სიკეთეს უნდა მოხმარდეს და პირიქით უნდა მოხმარდეს ან რევოლუციური ცდელობის მოწყობას, ან ჩვენი იდენტობისთვის საწინააღმდეგო ქმედებების პროპაგანდას, იგივე LGBT პროპაგანდას, ან ჩვენი ქვეყნისთვის ძილგამომთხრელ სამუშაოებს და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, მთავრობა უარს ეთქვის დონორ ორგანიზაციას. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება საჭირო გახდა ბოლო წლების განმავლობაში არაერთი მცდელობისა ქვეყანაში რევოლუციების მოწყობის. თქვენ იცით, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციები თანხებს იღებდნენ არაგამჭირვალედ, ეს ყველაფერი იფუთებოდა, მაგალითისთვის მოვიყვან ახლა ერთ კონკრეტულ საკითხს, მაგალითად მძიმესენით დაავადებული ბავშვების, მშობლების ცნობიერების ამაღლებისთვის იყო ერთი კონკრეტული ასეთი შემთხვევა და ამ დროს რეალურად მიმდინარეობდა ტრენინგი, თუ როგორ უნდა მოეწყოთ სახელმწიფო გადატრიალება, კანვასი იყო თუ არ ვწდები, ზუსტად არ მინდა შემეშალოს და არ მახსოვს როგორ იყო, თუმცა მახსოვს ასეთი ფაქტი, რაც კატეგორიულად მიუღებელია. შესაბამისად, მთავრობის თანხმობის გარეშე უცხოეთიდან შემოსული თანხების მიღება ვერ მოხდება და მე ვფიქრობ, ეს არის სწორი გადაწყვეტილება.